მოგესალმებით ყველას, მე ვარ თამუნა და ეს არის ჩემი YouTube არხი მესხი ვლოგი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ქსოვაზე და ქსოვასთან დაკავშირებულ თემებზე. თუ თქვენთვის ეს ყველაფერი საინტერესოა, გთხოვთ გამოწეროთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები. ახლა კი ვიწყებთ ახალ ვიდეო ვლოგს. წინა ვიდეოს გამოსვლიდან გარკვეული პერიოდია გასული. Ამ პერიოდის მანძილზე უკვე მაქვს 5 დასრულებული ნივთი, რომელიც მინდა რომ გაგიზიაროთ, პლუს ამას განვითარებები და ახალი პროექტი, რომელიც მაქვს ჭხირებზე. და იმედი მაქვს, რომ საინტერესოდ გავატარებთ დროს, იქნება პატარა ჩანართები, როგორ მიმდინარეობდა ამ ნივთების ქსოვა და მერე უკვე შევხვდებით ბოლოში, ან ეტაპობრივად და მოგიყვებით რა როგორ ხდებოდა. პირველ რიგში რითიც მინდა რომ დავიწყო, ეს არის ლურჯი კომბინეზონის კომპლექტი, რომელზეც საკმაოდ აქტიურად მუშაობდი მთელი ეს პერიოდი. დაახლოებით 4 დღე დამჭირდა ამ შეკვეთის შესასრულებლად. ჩაგირთავთ პატარა ნაწყვეტებს ფონად, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი და პარალელურად სამწუხაროდ არ მაქვს კადრები მუშაობის პროცესის, თუმცა მაქვს დასრულებული კადრი, როგორ გამოიყურება დასრულებულზე და მაქვს ფოტო შემდეგი ნივთის. ეს იყო ბალაკლავა, რომელიც შემიკვეთეს პატარა ბავშვისთვის და მოვქსოვე იარნარტის ძაფით. სამწუხაროდ აღარ მახსოვს ზუსტი დასახელება, მაგრამ იყო თუ სწორად მახსოვს 80% შალი და 20% აკრილი. და კლასიკური მეტრაჟი 300 მეტრამდე 100 გრამში. მოკლედ, ყველაზე მთავარი რაც მივხვდი ამ ბალაკლავის ქსოვის დროს, სანამ გავიქცევი რაღაცა ძაფის საყიდლად, ჯობია რომ ჩემი ასორტიმენტი კარგად დავათვალიერო, იმიტომ რომ ოდნავი ტონის სხვაობით ვიპოვე ანალოგიური შემადგენლობის ძაფი ჩემს მარაგებში, რომელიც შემეძლო ასევე გამომეყენებინა და ძალიან კარგი იქნებოდა, რადგან მომაკლდებოდა მარაგებიდან გარკვეული რაოდენობის ძაფი. რაც შეეხება ამ ბალაკლავას, მოვქსოვე საკმაოდ სწრაფად, რადგან ეს არის ჩემივე გამოთვლებით გაკეთებული ტექსტური აღწერილობა, რომლითაც სარგებლობ მარტო მე და არ ვყიდი და ჩემივე ინსტრუქციით ძალიან მარტივია ხოლმე, როდესაც მაქვს რამდენი თვალი ამოვიყვანე, რა ნომერი ჭხირით მოვქსოვე და სიმჭიდროვე დიდად არ მეცვლება წლების განმავლობაში, ასე რომ ერთი და იგივე მეტრაჟის ძაფით პლუს მინუს ერთი და იგივე ნივთი გამომდის. და დასრულებული შეგიძლიათ იხილოთ. დავამთავრე 2 შეკვეთა და ერთი შევხვდე და მერე გამახსენდა რომ არ გადამიღია. მაგრამ ეხლა აქედან არ ამოვიღებ, ეს არის ლურჯი კომბინეზონი, ეტაპები გადავიღე და დასრულებულის ვიდეოს ან ფოტოს ჩავსვალ და აი ამის ჩვენება მინდა ყველაზე მეტად. რა სილამაზეა, გუშინ ავიღე სტამბიდან და ძალიან მომწონს, ეს არის ინსტრუქცია მოვლასთან დაკავშირებით და მოკლედ შემადგენლობა, როგორ უნდა გარეცხონ, რა არ უნდა გამოიყენონ და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან ლამაზია. უკანა მხარეს დიდად არ გაჩვენებთ, იმიტომ რომ თელად საინტერესოც არაფერი. აქაც ესეთი საფოსტო ბარათი, უკნიდან მადლობის ტექსტი, რომელიც ასევე დიდად აუცილებელი არ არის, იმიტომ რომ ყოველჯერ სხვადასხვას ვწერ და ყოველთვის რასაც ვდებ, ეს არის ნიმუში. იქიდან გამომდინარე, რომ ინსტრუქციაში ვუწერ ჯერ გარეცხონ ნიმუში და ნახონ როგორი სიტუაცია იქნება ნიმუშის გარეცხვის მერე. და კიდევ ერთი შეკვეთა, რომელიც არ შემიფუთავს ჯერ, ეს არის აი ესეთი ქუდი. ამ ფერში პირველად მოვქსოვე, კამერაში თითქმის არ ჩანს ნორმალურად, მაგრამ ძალიან ლამაზია. ფოტოს ჩავსვავ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ბავშვზე. და ძალიან საყვარელი გამოდის ხოლმე, ანუ ძალიან მარტივი და ლამაზი. ეხლა ამასაც შევფუთავ და დღეს ორივე ამანათი გაიგზავნება. აი ასე. ორივე ამანათი გაიგზავნება დღეს
და იმედი მაქვს, რომ დღესვე ჩაბარდება დამკვეთს. ნახეთ, საკმაოდ აქტიურად ვგზავდი ბოლო მომენტში შევფუთე და გავგზავნე და გაგზავნის პროცესამდე მომისწრო სარეკლამო კომპანიამ დაბეჭდვა ჩემი საფირმო მოვლის ინსტრუქციის ბარათი, რომელიც, რა თქმა უნდა, ამ შეკვეთაში უკვე ჩავდე და ძალიან დიდი ხანია მინდოდა რაღაცა მსგავსის შექმნა, რაშიც დამეხმარა ჩემი მეუღლე. გვერდზე ვეჯექი, ვკარნახობდი სად რა უნდა ყოფილიყო საბოლოო ჯამში და ტექნიკურად ის აკეთებდა, რადგან როგორც არაერთხელ მაქვს ნათქვამი, კომპიუტერთან ურთიერთობა არის ის, რაც არ მანიჭებს არანაირ სიამოვნებას და არანაირ სურვილი არ მაქვს ხოლმე, რომ რაღაცა კომპიუტერთან ვაკეთო. ის ფაქტი, რომ ამ ვიდეოებს ვამონტაჟებ, ჩემთვის უკვე ძალიან დიდი მიღწევაა. ეს ბარათი დამიმზადა, ჩავდე და საპასუხოდ აი აქ ჩავრთავ ანაქ-ანაქ როგორ გამოიყურებოდა დასრულებული ნივთი და მომხმარებელმა გამიზიარა პატარა ვიდეო, რომელიც შევინახე ჩემს შეფასებებში, ესეთი ჰაილაითი მაქვს Instagram-ზე, სადაც ვინახავ ხოლმე თუ რომელიმე მომხმარებელი დამთაგავს პოსტში, ან Reels-ში, ან Story-ში, რომ გადავაზიარო ხოლმე ჩემთან და აი ესეთ ჰაილაითში მაქვს შენახული ვიდეო, რომელიც გამიზიარა მომხმარებელმა და პლუს ამას მომწერა, რომ ძალიან ესიამოვნა, ესეთი პატარა დეტალები, რაცაც ვიზრუნე, რაც რა თქმა უნდა ძალიან მიხარია. შემდგომ უკვე იყო მუშაობა ხელთათმანზე, რომელიც ჩემი მამამთელისთვის ვგზავე. უკვე აღარ მახსოვს წინა ვიდეოში გაგიზიარეთ თუ არა, თუმცა წინა ვიდეოში რაზეც ნამდვილად არ მქონდა ნასაუბრები ის, რომ ერთი ხელთათმანი სრულიად დავარღვიე და მოვგზავე თავიდან, რადგან იყო უფრო განიერი ვიდრე ამის წინა ვერსია. და ჯერაც არ მაქვს ხელთათმანის თითი მოქსოვილი, სულ 10 რიგია, მაგრამ რაღაცნაირად უცებ რომ ამომვარდი აი ამ რიტმიდან, რომლითაც ვგზავდი ამ ხელთათმანს, დამრჩა მოსაქსოვი. რეალურად ეს არის ერთი საღამოს ამბავი, მთლიანი ხელთათმანის მოქსოვა, რითაც ვიყავი დაკავებული, მაგრამ საღამოს უცებ შეგვეცვალა გეგმები და მომიწია ქსოვის გვერდზე გადადება და დამრჩა ესეთი თითი, ცალკე, მოსაქსოვი. თვითონ ხელთათმანი გამოიყურება აი ასე. ეს არის თითების გარეშე ვერსია. ქსოვ ზოგადად თითებიანს და უფრო მეტად მიყვარს თითებიანის ქსოვა, თუმცა როც მთხოვეს ზუსტად ის მოვქსოვე. და გვაქვს თითის, აი აქ 4 თითის გარეშე ვერსია. ესეთივე მოვუქსოვე წინა ვიდეოში ჩემს მეუღლეს, რომლითაც ძალიან კმაყოფილია და აი აქ ხედავ კიდევაც სად უდევს და ელოდება მომენტს, როდის შეძლებს გამოყენებას, იმიტომ რომ ჯერჯერობით არ ცივა, ისე რომ ესეთი თბილი ნივთები ატაროს და ამას როგორც კი დავამთავრებ და სავარაუდოდ ამ ვიდეოს გადაღების მერე სანამ მონტაჟს ვაკეთებ, ამას დავამთავრებ და გავრეცხავ და თან გავრეცხავ ორივეს, რადგან წინა მეუღლის ხელთათმანიც არ მაქვს ჯერ გარეცხილი და უკვე მე მგონი დროა ამით დავყავდე და ზოგადად დროა დავყავდე ყველა იმ ნივთის გარეცხვით, რაც მაქვს უკვე მზად დასრულებული. ეს არის ყვითელი კარდიგანი Lana Grossa Lungo საფით შესრულებული. ეს არის ჩემი ნაწნავიანი ჯემპრი, რომელიც ერთობლივ დახურულ ჯგუფში ვგზოვეს და ჯერაც არ მაქვს გარეცხილი და დაბლოკილი. ასევე დედაჩემისთვის მოქსოვილი yarn art, არა, Rodina yarn desire spray. აღარ მაქვს დასახელება, აუცილებლად ეტიკეტს ჩავსვა, მოკლედ პოლო რაც მოვგზოვე, ისიც გასარეცხია. და დასაბლოკი შესაბამისად ეს არის 3 ნივთი, რაც აუცილებლად უნდა გავრეცხო და დავბლოკო მანამ სანამ ჯერ კიდე კარგი ამინდებია და პლუს 2 კომპლექტი ხელთათმანების, რომელიც ასევე ითხოვს პირველად რეცხვას. ნელა-ნელა გადავალ უკვე შემდეგ ნივთებზე, რომელსაც ასევე კადრებით გაგიზიარებთ. ეს იყო პირველი ჯემპრი, რომელიც არა დასრულებულ ნივთებზე ვსაუბრობთ ჯერ. კი ბატონო, ვისაუბროთ დასრულებულ ნივთებზე. ჯემპრი, რომელიც
დავასრულე ეს იქსოვებოდა ლანა გროსა ეირის ძაფით. სულ დაგჭირდა 5 ცალი ასეთი ჯემპრის მოსაქსოვად. ეხლა თქვენ ფოტოებს ხედავთ როგორ გამოიყურება უკვე ჩაცმული დასრულებული. ფოტოზე არ არის ჯერ გარეცხილი, რადგან დავამთავრე და ეგრევე გადავეცი ნატოს და ის უკვე თვითონ მიხედავს ამ ჯემპრს, რადგან ამ ძაფით მოქსოვილი ჯემპრები მისთვის პირველი არ არის ასორტიმენტში, ესე რომ ვთქვათ და იცის როგორ უნდა მოექცეს და ასე რომ ესეც მე აღარ გავაკეთე, ესე რომ ვთქვათ და თვითონ მიხედავს ამ პროცესს. ძალიან სასიამოვნო სამუშაო იყო თვითონ ძაფი, თუმცა ხვდები რომ დრო და დრო უფრო ხვდები რომ ძალიან არ მსიამოვნებს მსხვილი ჭხირებით ქსოვა. გარკვეულ დისკომფორტს მიქმნის ეს პროცესი და ყოველთვის, როდესაც მაქვს არჩევანი რა მოვხსოვო და რომელი ინსტრუმენტი გამოვიყენო, ყოველთვის უპირატესობას ვანიჭებ წვრილ ჭხირებს და შემდეგი ნივთიც აი ამ ჯემპრის გარდა არ აღმოჩნდა გამონაკლისი და როგორც კი მომეცა შესაძლებლობა რომ ამერჩია რომელი ძაფით მომექსოვა და რა ინსტრუმენტით, ეგრევე ჩემი საყვარელი 3 და 75, ანუ 3.5 არის საყვარელი, მაგრამ 3 და 75 გამოვიყენე ამ შემთხვევაში. რეალურად 4-ის დაბლა რაც არის, ყველა ზომის ჭხირი მიყვარს, ასე რომ გამოვიყენე 3 და 75. ახლა ჩართავ კადრებს, როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი. მქონდა მასტერკლასი 12 საათზე დავიწყეთ, თუ 11 საათზე დავიწყეთ დილით მასტერკლასი და მასტერკლასის დასრულებამდე იყო დარჩენილი 9 საათი, რომ მივხვდი, რომ მეც მინდოდა იმის მოქსოვა, რაზეც ამდენი ხანი ვისაუბრე, იმიტომ რომ მასტერკლასი გრძელდება დაახლოებით უხეშად რო ვთქვა 3 საათი და უცებ მომენტალურად მოხდა ძაფის კომბინაციის შერჩევა და დავიწყე ქსოვა. პირველი მასტერკლასის დასასრულზე ესეთი შედეგი მქონდა, რასაც ახლა ხედავთ და მეორე კადრი უკვე არის ჩემი მოსწავლის. ამ მოსწავლეებთან ან 2 ქალბატონი მეჯდა, მოსწავლეების პარალელურადაც ვქსოვდი და უკვე სახლში, როდესაც დავბრუნდი, იმ კადრსაც გაგიზიარებთ, როგორი განვითარება მიიღო ამ ნივთმა. ახლა ჩანს ყველაზე კარგად ფერი. ეს არის ახალი პროექტი, რომელიც დავიწყე გუშინ მასტერკლასის შემდეგ და აქტიურად მიდის ქსოვის პროცესი. ჯერ დამთავრებული არ მაქვს და უკვე გაიყიდა, იმიტომ რომ ფერი ძალიან ლამაზია და მოიხებლა დღეს ადამიანი ამით და თან უკვე დასრულებული პროექტი, რომლის გამეორებასაც ვცდილობ ნახა ჩვენს მაღაზიაში. ისიც ჩემი მოქსოვილია და ზუსტად ისეთი მაქვს უკვე შეკვეთილი. აი აქ მაქვს ძაფი. აი ასეთ რძის ფერში, ეს არის Natural Alpaca Pelo 001, შემადგენლობა გვაქვს 73% ბამბა, 31% ალპაკა და 6% მირინოსის შალი, 3 ცალი, უნდა მოვხსოვო კაპრი. ერთ-ერთ წინა ვიდეოში მაქვს უკვე მსგავსი 2 ცალი ნაჩვენები, ხო და ახლა ვიმეორებ ესეთ კომბინაციას. აქ მაქვს 100% მირინოსი, ტრისკელეს წარმოების შალი მირინო და როდინა იარნის silk kid-ი, ეს არის აბრეშუმი მოხერით. მოკლედ, ძალიან ლამაზი კომბინაცია, ძალიან ფუმფულა ძაფია. ფუმფულა არა, უბრალოდ აი სიფაფუკეს აძლევს ეს მოხერი ზემოდან, თორე თვითონ მირინოსი საკმაოდ გლუვია და ამას ემატება მოხერის ძაფი. და ორ წვერში იქსოვებოდა მოხერი მილანჟის ეფექტსაც აძლევს. და აი ეს ვაჟბატონი, რომელიც ვერ ისვენებს, უნდა რომ ძაფი მომპაროს. არ ბნებდები და ამიტომ ხანდახან მერჩის ხოლმე. ფიშო რა საყვარელია. ჩემი ჯურჯუტი. ფიშო.
ჯამში გამომივიდა რომ დავუთმე სულ 2 დღე, ანუ მასტერკლასზე დავიწყე და მეორე საღამოს უკვე მეორე დღის საღამოს დავასრულე და აი ესეთი ნივთი გამომივიდა. როგორც კი დავასრულე ნივთის ქსოვა, გავრეცხე, არ დავიწყე ლოდინი, როდის გათენდებოდა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ 2 დასვენების დღე დაემთხვა ამ ნივთის დასრულების შემდეგ და ვიფიქრე რომ ზუსტად идеალური დრო იყო გასარეცხად, რადგან გაშრებოდა და დღეს შევძლებდი კადრში ჩვენებას. თუმცა, აი ახლა გაჩვენებთ, რეალურად ოდნავ ნამიანია ქვედა ნაწილი, ძაფებიც არ მაქვს მოჭრილი და ჩანს, ნივთი გამოიყურება აი ასე. ახლა შევეცდები რომ მოვირგო, რომ მიხვდეთ ზუსტად რა ნივთია და რა ფუნქციას ასრულებს. ეს არის აი ესეთი იმედი მაქვს ანცულად არ დგას. აი ესეთი ბალაკლავა. არა, ეს არის კაპრი, რომელიც არის კაპიშონი რეალურად და შეგიძლიათ ჩაიცვათ სხვადასხვა ზამთრის სამოსთან ერთად, იქნება ეს ქურთუკები, იქნება ეს პიჯაკები, იქნება ეს ჟილეტები, ანუ რასაც არ აქვს კაპიშონი და ცალკე რომ არ ატაროთ კაპიშონი, ცალკე რომ არ ატაროთ შარფი, მე სხვადასხვა სიტუაციებში ამ ყველაფერს იხსნით. მე არიცით საწყაიღოთ ხშირად არის ხოლმე რომ კარგავთ პროცესში, ტარების პროცესში, ქუდებს უფრო ხშირად კარგავთ ვიდრე შარფებს, იმიტომ რომ შარფი მაინც შევიხსენით და მაინც შეიძლება რომ მხრებზე გქონდეს ჩამოკიდებული. ქუდს სადღაც ვდებთ, მე ეს სადღაც გვავიწყდება სად იყო და გამოდის რომ ვრჩებით აქსესუარის გარეშე და ყოველჯერზე საფიქრალია თავიდან რომელი ქუდი უნდა შეევარჩიოთ. ამ შემთხვევაში არის ძალიან კომფორტული, რადგან ოდესაც შევდივართ დაწესებულებაში, სადაც უკვე თბილა, უბრალოდ უკან გადავწევთ და არის აი ესე მხრებზე გაჩერებული. ყოველჯერზე მიკროფონს ვურტყამ ხალხს და იმედი მაქვს, რომ ძალიან არ ხმაურობს. როგორც კი გამოვალთ შენობიდან, ისევ წამოვწევთ წინ და ისევ გვაფარია. პლუს ამას შესაძლებელია ამ ნივთის მოქსოვა ისე, რომ შიგნიდან კიდევ ერთი ფენა მოვუქსოვოთ, რაც უფრო მეტად გაათბილებს და უფრო მეტად დაგვიცავს მაგალითად ქარისგან. თუმცა ეს ნივთი მოვუქსოვე როგორც სატესტო ფერისთვის და ძაფის საჩვენებლად. სანამ პროცესში იყო, მანამდე როგორც უკვე ვთქვი ერთ-ერთ კადრში, მომხმარებელს მოეწონა დასრულებული რაც იდო და მოეწონა ეს ფერი და შეიძინა ორივე, უბრალოდ დასრულებული შემიკვეთა სხვა ფერში, მოვიხსნით, რომ ჩემივე თმებზე ხავილი მეწყება. ესეთივე ერთ-ერთ წინა ვიდეოში არა, უფრო ამ წლის დასაწყისის ვიდეოები. ლანა გროსაპელოს ძაფით მაქვს 2 ცალი მოქსოვილი, იყო შეკვეთა, 1 ცალი რომ მოვქსოვე აღმოჩნდა ცოტა პატარა და მომიწია განმეორებით მოქსოვა. განმეორებით ქსოვისას არ დავარღვიე პირველი და დაგვრჩა მაღაზიაში. ზამთრის სეზონი ნელა-ნელა ისევ გვიბრუნდება და ამოვიღეთ ზამთრის აქსესუარები, რაც გვაქვს მოქსოვილი და ჩავატარეთ მასტერკლასი და იმავე დღეს ქალბატონს მოეწონა ის ნივთიც, მოეწონა ამ ფერების კომბინაცია და შემიკვეთა როგორც თვითონ ეს აქსესუარი, რაც ამ წამს გაჩვენეთ, ასევე მეორე
ასევე მეორე და გადავიდეთ მეორეზე, ეს არის ჩემი პროცესი, რომელიც არის ახალი დაწყებული და გამოიყურება აი ასე, ჯერ გარეცხვამდე და დაბლოკვამდე არის ცოტა უცნაური ფორმის, იმიტომ რომ ეს წაღმანაქსოვი იგრიხება შიგნით და რეალურ ზომის ნახვის შესაძლებლობას არ გვაძლევს, თუმცა როგორც კი გავრეცხავ და დავბლოკავ, ანალოგიურად გაიშლება და მაქსიმალურად გამოაჩენს თავის სილამაზეს. უკვე გადასული ვარ აქ რეზინის ქსოვაზე და მაქვს მიერთებული მეორე გორგალი და როგორც კი რეზინს მოგსოვ საკმარისი რაოდენობით მექნება მოსაქსოვი ზონარის გასატარებელი კანტი. და ეს ნივთიც დასრულდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს გავაკეთებ დღეს. და თან გავრეცხავ კიდევაც, რომ გაშრეს, დღესვე ვერ გაშრება, ანუ დღესღამე ვერ გაშრება, თუმცა უკვე ხვალ იქნება მშრალი და შევძლებ ჩავაბარო დამკვეთს, ეს უნდა მოხდეს ორშაბათს ან სამშაბათს, თუმცა დღეს არის უკვე შაბათი და მაქვს თითქმის დამთავრებული და ამ ვიდეოს გადაღების მერე უკვე მთლიანად დამთავრებული მექნება. ესეთი ნივთია, ესეც იქსოვება ლანაგროს, რატომღაც ლანაგროსას ყოველთვის მინდა დავუძახო ალიზე ლანაგოლდი. და ამაზე უნდა მიმუშაო. მოკლედ ეს არის ლანაგროსა ნატურალ ალპაკა პელო, სადაც გვაქვს ბამბა, ალპაკა და მირინოსი. ესეთივე შემადგენლობა აქვს ლანაგროსა ეირის ძაფს, თუმცა ზუსტად იმიტომ, რომ დამუშავების ტექნიკა ერთმანეთისგან განსხვავდება, ფაქტურაც ძაფის ერთმანეთისგან განსხვავდება. ანალოგიური შემადგენლობა პროცენტულობით განსხვავებული არის ლანაგროსა პელო ეკოპუნა, რომლითაც არაერთხელ მაქვს ორი ჯემპრი მაქვს ზუსტად იდენტური ერთმანეთის მოქსოვილი იმ ძაფით და შემადგენლობა იქაც იგივეა, იქაც არის ბამბა, ალპაკა და მირინოსის კომბინაცია, თუმცა ზუსტად დამუშავების ტექნიკიდან გამომდინარე, ეს არის სამი სხვადასხვა ფაქტურის ძაფი. ეს არის შნურისებრი ძაფი, ისევე როგორც ეკოპუნა, თუმცა აქ უფრო მკვეთრად გამოხატული ბუსუსებია, რადგან ბამბა გვაქვს ესეთი ბუსუსოვანი, ხოლო ეკოპუნას შემთხვევაში ეს არის მცირე ბეწვი და თან ძაფი ბევრად წვრილია, 50 გრამში იქ გვაქვს 212 მეტრი, აქ გვაქვს 135 მეტრი 50 გრამში და ასევე გვაქვს ეირი, სადაც 50 გრამზე გვაქვს 150 მეტრი, ანუ სამი სხვადასხვა ძაფი ერთნაირი შემადგენლობით, პროცენტულობა უბრალოდ განსხვავება და ზუსტად აი ეს განსხვავება ერთმანეთისგან უნიკალურ ძაფებს ქმნის. შემდეგი ნივთი, რაზეც ვმუშაობდი და ეს იყო სრულიად ექსპრონტად დაწყებული პროცესი. ეს არის წინა ვიდეოშიც გაჩვენეთ დიდი ალბათობით. რატომღაც მგონია რომ გაჩვენეთ. ეს არის Drops Airis ძაფით დაწყებული კარდიგანი, რომელიც ექსპრონტად მოხდა იქიდან გამომდინარე, რომ ამ ძაფით ძალიან მინდოდა მომექსოვა ყველაზე ესეთი პოპულარული ჩვენი სკანდინავიელი დიზაინერის პეტიტ ნითის დიზაინით სოფი ჰუდი, რომელიც არის შარფი სოფი გადაკეთებული კაპიშონიან აქსესუარად და ვიფიქრე რომ ამ ძაფით კარგი გამოვიდოდა, პლუს ამას მქონდა 4 ცალი და ვიფიქრე რომ მეყოფოდა, თუმცა ზუსტად მისი ფაქტურიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში დავიწუნე, რადგან მივხვდი რომ ესეთი აქსესუარისთვის ჩემთვის ბევრად უფრო კომფორტული იქნება, აი ესეთი კომბინაცია, როგორიც აი ამ კაპრში მაქვს, სადაც არის მირინოსი პლუს მოხერი. იმიტომ რომ მირინოსი თვითონ ფაქტურა არ არის ბუსუსებიანი, ხოლო მოხერი ოდნავ დაამატებდა ბუსუსებს და საბოლოო ჯამში მივიღებდი ზუსტად იმ ფაქტურას, რაც მომწონს, ან საერთოდ მოხერის გარეშე მოვგსოვდი ესეთი გლუვი ძაფით. თუმცა არა ეირით, რომელსაც ასე თუ ისე ფორმა არ უჭირავს საერთოდ. და საბოლოო ჯამში დავიწყე კარდიგანი 4 მცდელობის მერე, რომ მომექსოვა სოფი ჰუდი, დავიწყე კარდიგანი და კარდიგანით უკვე ვარ 100% კმაყოფილი, თუმცა ჩემი 4 გორგალი ამოიწურა და ხვდები რომ კიდევ 2 ცალი მჭირდება ამ კარდიგანის დასასრულებლად
და უნდა შევიძინო ეს ორი გორგალი, რომელიც მომცემს უკვე დასრულების შესაძლებლობას. მაქვს უკვე მოქსოვილი მკლავები ორივე და თითო გორგალი წავიდა სრულიად, ანუ თავიდან ბოლომდე წავიდა მკლავზე. ტანის დეტალზე წამივიდა 100 გრამი, ანუ 50 გრამი წინაზე და 50 გრამი უკანა დეტალზე და ამოიწურა ჩემი 200 გრამი და ვფიქრობ, რომ კიდევ 100 გრამი მჭირდება, რომ დავასრულო. აქ ფარფლები მკლავებზე უკვე აღარ გავიმეორე და სულ 3 ზოლი მაქვს ტანის არეში. ტანის არეში ფარფლების ერთ რიგს კიდევ ერთ ესეთ სექციას კიდევ გავიმეორებ, სანამ რეზინზე გადავალ და მე უკვე რეზინში გავიმეორებ. პლანკის ადგილას ისევ აღარ გავაკეთებ და ღილებს გავუკეთებ მაქსიმალურად ესეთ გოგუშკურს, ესე რომ ვთქვა, ანუ მაქსიმალურად ლამაზს, დაჟე მაქვს ერთი ვარიანტი გონებაში, რომელიც განიხილება ესეთი ნივთისთვის. ეს იქნება, რასაც ქვია გასაპრანჭი კარდიგანი, იმიტომ რომ ვარდისფერი ფერი ჩემთვის ზუსტად გაპრანჭვასთან ასოცირდება, რადგან ჩემს ხასიათში დიდად არ ჯდება. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ერთი რაღაცა ესეთი ძალიან ნაზი, ჰაეროვანი, ძალიან ესეთი ქალური უნდა მქონდეს და იქნება აი ეს კარდიგანი. შემდეგი, რაზეც მუშაობდი და ეს არის ბოლო განვითარება ამ ეტაპზე, რაც მაქვს, ანუ რა პროცესებსაც ამ ვიდეოში არ გაჩვენებთ, იმ პროცესებს საერთოდ არ შევხებულ ვარ. ამიტომ არ ვერ ხედავ საჭიროებას გაჩვენოთ ის, სადაც ერთი თვალიც კი არ მაქვს მოქსოვილი. უმჯობესია გაჩვენოთ ის, სადაც მოვქსოვეთ უნდა ერთი თვალი და ბევრად მეტიც კი. ეს არის საჩხაკუნოების ნახევრად ფაბრიკატი გავამზადე და ახლა ერთი წამით ამოვალაგებ ზუსტად რამდენი ვსოვე და ეს არის ჯამში 6 ცალი. ერთი ცალი გამორჩა. ეს არის 6 ცალი ხაკისფერი ბურთულები, რომელიც საბოლოო ჯამში იქნება იხვები. ერთ-ერთ წინა ვიდეოში გაჩვენეთ უკვე როგორ გამოიყურება. 6 ცალი, 3 ცალი ეს არის კრემისფერი ბურთულა, რომელიც იქნება ან ლომი, ან ბაჭია, ან დათუნია, არ აქვს მნიშვნელობა იმ მომენტში რა განწყობაზეც ვიქნები და 3 ცალიც იგივე დანიშნულებით, რა წინასწარ არ მაქვს ნამჟელი რა უნდა იყოს, 2 ცალი უბრალოდ ნაცრისფერი. ჩანაფიქრი იყო ის, რომ გადავიდეთ მიზეზზე, რატომ მოვქსოვე ამდენი ცალი ერთნაირი ბურთულა და არ დავამთავრე ჯერ არც ერთი. და ნელა-ნელა გადავიდეთ რჩევებზე, რომელიც თქვენგან მჭირდება. ესე იგი, საღამოობით, როდესაც მოვდივარ სახლში უკვე დაღლილი და გონება საერთოდ აღარანაირად აღარ მომყვება, რომ რამე შევისწავლო. შემდეგს, რომ ვცდილობ გავიხალისო გონება და ამ ბოლო დროს ერთ-ერთი საყვარელი გოგონას რჩევით დავიწყე დორამების ყურება და ამ კონკრეტულ პერიოდში ვუყურებ სულების ალქიმია, რომელიც არის ძალიან საინტერესო 2 სეზონიანი სერიალი, ჯამში 30 სერია. დავასრულე უკვე, ანუ 2 სერია დამრჩა და შეიძლება ითქვას, რომ დავასრულე. ძალიან საინტერესო იყო და სანამ ამ სერიალს ვუყურებდი, პარალელურად ისე რომ გონება სერიალით ვტვირთავდი, ანუ განვტვირთე და ცალკე რო ქსოვით არ დამეტვირთა, ამიტომ შევარჩიე ისეთი საქმე, რაც არ მოითხოვდა ჩემ გონებრივ ჩართულობას და დავიწყე ამ ბურთულების ქსოვა. ჯამში გამომივიდა, რომ მაქვს 11 ცალი ბურთულა. ეს არის 2 საღამოს შედეგი, ისევე როგორც აი ამ სერიალის ყურება არის რეალურად 3-4 საღამოს შედეგი და მივხვდი, რომ ეს პროცესი იმდენად მსიამოვნებს, რომ გადავწყვიტე მთლიანად რაც მაქვს ეს ბურთულები მოვქსოვო, გავამზადო აი ამ ეტაპამდე და მე როდესაც მექნება საჭიროება მაღაზია განმეორებით მოვამარაგო მსგავსი საჩხაკუნოებით, უკვე უბრალოდ ავიღებ ბურთულას, მექნება რაღაცა იდეა, რა სათამაშო მინდა რომ გავაკეთო და ანუ ესე რომ ვთქვა, წინ წაგდებული საქმე გამომივა. პლუს ამას მაქსიმალური განტვირთვა, მაქსიმალური სარგებელით.
ესეთი კომბინაციები, როდესაც ერთმანეთს ერწყმება სარგებელი და სიამოვნება და განტვირთვა, ჩემთვის არის ყოველთვის იდეალური კომბინაცია. ახლა გამოვიდა ისე, რომ სერიალი დამთავრდა და რაში მდგომარეობს ის რჩევა, რაც თქვენგან მჭირდება. ძალიან გთხოვთ, თუ გაქვთ რაიმე საყვარელი სერიალი, სადაც არის ყველაფერთან ერთად აუცილებელი წინაპირობა, ჩემს შემთხვევაში ყოველთვის იყოს ბედნიერი დასასრული, ამის გარეშე სერიალი შეგიძლიათ რომ უბრალოდ არც მირჩიოთ, არც სერიალი, არც წიგნი, არც ფილმი, თუ ბოლოში არ არის ბედნიერი დასასრული. პლუს ამას აუცილებელი შესაბამისად სასიყვარულო ისტორია, ანუ ფონად უნდა გაზრდევდეს რაღაცა სიყვარულის შესახებ ისტორია და პლუს ამას თუ არის ფილმში ან სერიალში, რასაც მირჩევთ, ღალატის სცენა, არ მირჩიოთ. აი ეს სამი, თუ არ არის სიყვარული, არ არის ბოლოში ბედნიერი დასასრული და არის ღალატი, არ მირჩიოთ. დანარჩენი ყველაფერი გამოუშვით კომენტარებში, ძალიან დიდი სიამოვნებით ჩაბუჯდები. თან ძალიან მაინტერესებს დაემთხვევა თუ არა ჩემი და თქვენი გემოვნება, ანუ ისევე მომეწონება სერიალი მეც როგორც თქვენ. თუ არა, ანუ ეს ჩემთვის იქნება ძალიან საინტერესო, რომ უფრო მეტად გავიგოთ, რამდენად ჩვენი გემოვნება ემთხვევა ერთმანეთს. რაც შეეხება მომავლის გეგმებს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აქ რაცაც ვისაუბრეთ და გაჩვენეთ პროცესში, ეს არის ვარდისფერი კარდიგანი, აი ეს ხელთათმანი და აი ეს ნივთი. დღის ბოლოს რაღაცა აქედან უკვე მომაკლდება და დიდი ალბათობით დღესვე დავამთავრებ ამას და ამას. და რაც შეეხება ვარდისფერ კარდიგანს, თუ გსურთ დროპსის ძაფების შეძენა, შეგიძლიათ მესხივულზე, რომლის Facebook გვერდს აუცილებლად კომენტარები აღწერილობაში ამ ვიდეოს აღწერილობაში დავტოვებ. თუ გსურთ დროპსის ძაფების შეძენა, აუცილებლად მომწერეთ, რადგან ვამზადებ დიდ შეკვეთას, რომელიც უნდა გავაგზავნო დროპსში და შემიძლია რომ თქვენი სურვილის მიხედვით ჩავამატო სასურველი ძაფები. და ჩემს შემთხვევაში ცოტა მარაგები შევივსო დროპსის ძაფით, რადგან ძალიან მომწონს ეს ძაფი მუშაობის პროცესში. რაც შეეხება ქსოვას, დღეს რაც გაჩვენეთ, აი ამ პროცესების ბედი, ესე რომ ვთქვათ, ასეთია და ჯერჯერობით არ ვიცი, რაზე ვიმუშავებ და არც მინდა რომ წინასწარ ვიცოდე იქიდან გამომდინარე რომ რაღაცა მომენტში ყოველთვის მეცვლება გეგმა და მინდა რომ მქონდეს ესეთი მოქნილი ვარიანტი, რომ თუ რაღაც მომცემს შთაგონებას, შევძლო, ყველაფერი გვერდზე გადავდო და ეს დავიწყო. თუმცა, ასევე მაქვს იდეა, რომელიც მინდა რომ გაგიზიაროთ იდეის დონეზე და თუ სურვილი გექნებათ, უკვე ეს იდეა გადავიტანოთ გეგმასა და განხორციელების ეტაპზე. იდეა მდგომარეობს შემდეგში, არის კონკრეტული აქსესუარები, რომლებიც არის შემუშავებული კონკრეტულად ჩემს მიერ და მაქვს შესაძლებლობა გადავიღო მასტერკლასები ამ აქსესუარების შესახებ და თუ იქნება დაინტერესება, გავაკეთებდი დახურულ ჯგუფს, სადაც 5 კონკრეტულ აქსესუარს მოგხსოვდით ერთად თვენახევრის განმავლობაში, ანუ ყოველ კვირას დაიდებოდა ახალი აქსესუარის ვიდეო და თქვენ შეძლებდით რომ გემუშავათ აი ამ აქსესუარებს. ასე რომ თუ ხართ დაინტერესებული მსგავსი დახურული ჯგუფით, დამიწერეთ კომენტარებში და თუ სურვილი იქნება, აუცილებლად გავაკეთებ ესეთ დახურულ ჯგუფს და თუ იქნება დაინტერესება, აი ესეთ იდეას უკვე მივცემთ გეგმის სახეს და დავიწყებთ სისრულეში მოყვანას. ასე რომ ველოდებით თქვენ კომენტარებს. რაც შეეხება დღევანდელ ვიდეოს, თუ ამ ვიდეოს უყურეთ ამ ეტაპამდე, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ რჩებით ჩემთან, გაინტერესებთ ჩემი ვიდეოები და იღებთ მაქსიმუმს აი ამ ვიდეოებისაგან. მადლობა ამ ყველაფრისთვის, თუ კომენტარსაც მიტოვებთ ხოლმე განსაკუთრებულად. ძალიან დიდი მადლობა, რადგან ეს ჩემთვის და ჩემი გვერდის განვითარებისთვის არის უმნიშვნელოვანესი. ასე რომ
ეხლაც არ დავარღვიოთ ტრადიცია. თუ ამ ვიდეოს უყურეთ ამ ეტაპამდე, დამიტოვეთ აი ეს სმაილი და მე კი დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას, ჩვენ კი შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში. ნახვამდის.